ამ ვიდეოში მოგიყვები თუ რომელთიც უნდა ვატაროთ ბეჭედი, რათა დადებითი ენერგიით დავიმუხტოთ. ბეჭედებს რატომ ატარებდნენ მაგები, ხელმწიფეები, მხედართმთავრები, პოლიტიკოსები? ბეჭედი არა მხოლოდ სამკაული ან სტატუსის სიმბოლო, არამედ უდიდესი ენერგეტიკული ძალის მფლობელია. ბეჭედი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვენი ენერგია ან გააძლიეროს, ან დაასუსტოს კიდეც. მათ დავიწყოთ. ცერათითი ეს არის მარსის ენერგია. როგორც მოგეხსენებათ, პლანეტა მარსი აგრესიული, ძლიერი და მკაცრი პლანეტაა. ძველ რომში დამარცხებული გლადიატორის ბედს რომის იმპერატორი ცერათითის აწევით ან დაშვებით წყვეტდა. მარსი არის ომის ღმერთი და ამიტომ ცერათითზე ბეჭდის ტარება რეკომენდირებული არ არის. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ცერათითზე ბეჭდის ტარება და ატარებენ კიდეც. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის მარჯვენა მხარე არის მამაკაცური და მას მართავს მზე, ხოლო მარცხენა მხარე არის ქალური და მას მართავს მთვარე. ამიტომ თუ გსურთ ცერათითზე ბეჭდის ტარება, რეკომენდირებულია, რომ ის გაიკეთოთ მარჯვენა ცერათითზე. რაც შეეხება საჩვენებელ თითს, ის არის იუპიტერის სამფლობელო. იუპიტერი დიდი მასწავლებელია. იგი არის სიმდიდრის, ბედნიერების, ფინანსების, მასშტაბურობის, მართვის პლანეტა. მარჯვენა საჩვენებელ თითზე ბეჭდებს იკეთებენ მაგები, ბიზნესმენები, ლიდერები, ანუ ისეთი პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ წინ წარუძღნენ ხალხის მასებს და მართონ ისინი. ხოლო მარცხენა საჩვენებელ თითზე ბეჭდის გაკეთება ნიშნავს, რომ ვიღაცის ან რაღაცის დაქვემდებარებაში ვიმყოფებით. ანუ ეს ნიშნავს, რომ მარჯვენა საჩვენებელი თითი მასწავლებელს ეკუთვნის, ხოლო მარცხენა საჩვენებელი თითი კი მოსწავლეს. რაც შეეხება შუა თითს, იგი არის სატურნის სამფლობელო. სატურნი მკაცრი მასწავლებელია. და მოგეხსენებათ, რომ მარჯვენა შუა თითზე ბეჭდის ტარება ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ. ხოლო რაც შეეხება მარცხენა შუა თითზე ბეჭდის ტარებას, აქ სატურნი უფრო სხვაგვარად მუშაობს, ის უფრო შინაგან პროცესებს მართავს. რაც შეეხება ეხლა არა თითს, აქ უფრო ცოტა განსხვავებული მდგომარეობა. ანუ მარჯვენა ხელის არა თითზე 90% მზის და 10% ვენერას ენერგიებია. ანუ აქ მზის ენერგია არის ძლიერი. ანუ თუ გვინდა რომ ჩვენ ვიკაშკაშოთ, საკუთარი ტალანტი ბოლომდე